ძვირფასო თანამემამულეებო, მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად განვიხილავთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გუშინდელ განცხადებას. მან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა გუშინ ადგილობრივ მედიას, სადაც ასევე ისაუბრა იმაზე, რა პროცესები მიმდინარეობს თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციაში და კერძოდ აღნიშნა ჩემი აზრით საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა 2026 წლის თვის დაგეგმილი პირველი სამხედრო წვრთნა ერთობლივი ამ ორგანიზაციის ფარგლებში არ გაიმართოს. ახლა თქვენთან ერთად საკმაოდ დეტალურად ვისაუბრებთ ამ საკითხზე, რას უკავშირდება, ვის შეიძლება უკავშირდებოდეს, რატომ შეიძლება ეს მოხდეს და ასე შემდეგ. ვუპასუხებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს და რა კავშირში არის ეს ჩვენთან, რა თქმა უნდა, უშუალო კავშირშია თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს უახლოესი მეზობლები არიან, 4 მეზობლიდან ორი ამავდროულად, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის თურქეთთან და აზერბაიჯანთან ეკონომიკური, პოლიტიკური, სხვა ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვანი არის და შესაბამისად აუცილებლად უნდა ვაკვირდებოდეთ ასეთ მოვლენებს. პირველ რიგში გთხოვთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ანალიზი, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი არხის შემდგომი განვითარებისთვის და ხელს უწყობს ახალი ვიდეოების მომზადებას ჩემს მიერ. მეორე ასევე გთხოვთ, რომ კომენტარები დაწეროთ, თქვენი მოსაზრებები, მთავარია რომ დავიცვათ ერთმანეთისადმი პატივისცემა კომენტარებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ანალიზის ძირითადი მიზანი არის ამით დავეხმაროთ გინდ საზოგადოებას, გინდ ანალიტიკურ სფეროს, გინდ ქვეყნის ინტერესებს ზოგადად, რომ საბოლოო ჯამში საქართველო უფრო ძლიერი, უფრო მომზადებული, უფრო ინფორმირებული და უფრო კარგი ანალიზით მქონე ვითარებაში ვიყოთ ჩვენ ყველა და ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენ ყველა შევადგენთ ხო ჩვენს ქვეყანას, ქვეყანა შედგება მისი მოქალაქეებისგან. ამიტომ ეს ძალისხმევა მიმართულია საქართველოს ინტერესებისკენ, ბუნებრივია. გადავიდეთ საკითხზე, ძვირფასო თანამემამულეებო და ვფიქრობ, რომ ილჰამ ალიევმა საკმაოდ დიპლომატიურად გახსნა ეს მნიშვნელოვანი საკითხი. რატომ გახსნა? იმიტომ რომ აშკარა არის, რომ უკვე რაღაც ზღვარს მიაღწია ამ საკითხმა და ამის შემდეგ უკვე აღარ შეუძლია მას ფარულად ამ საკითხებზე ასე მუშაობის გაგრძელება. ანუ რაც გულისხმობ, ილჰამ ალიევმა თქვა პირდაპირ, რომ ახლა აქვს გაგზავნილი დიპლომატიური არხებით სიგნალები, მესიჯები ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ანუ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის, რომ ამ წვრთნებთან დაკავშირებით რას ვაკეთებს. აი ძალიან მოკლედ რომ გადავთარგმნო დაახლოებით რაც თქვა კონკრეტულად. რატომ? იმიტომ რომ რეალურად როგორც ჩანს, პროცესი ჭიანურდება და ეს გარკვეულწილად უარის მანიშნებელია. ახლა უკვე დეტალურად გეტყვით, რომ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციაში შედის თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, დამკვირვებლის სტატუსით არის თურქმენეთი, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოც არის, ასევე უნგრეთი და ჩრდილოეთ კვიპროსის ეგრეთ წოდებული თურქული არაღიარებული რესპუბლიკა. ანუ კვიპროსის რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორია. ეს სამივე დამკვირვებლის სტატუსით არის. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანი და საინტერესო ის არის, რომ რეალურად წვრთნებში, სამხედრო წვრთნებში და ეს პირველად უნდა გაიმართოს, ან ორგანიზაცია ვითარდება, ჩვენ ზოგადად ვაკვირდებით, განსაკუთრებით მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ, რომ შეიცვალა საერთოდ ორგანიზაციის სახელი, რომელიც შექმნილია 2010 წელს ნახიჯევანში შეთანხმებით და რეალურად თავის დროზე დაფუძნდა როგორც თურქულ ენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაცია. ამ ქვეყნებს ბუნებრივად აერთიანებს ერთობლივი თურქულენოვანი ოჯახი. თუმცა ენები მაინც განსხვავდება, საკმაოდ ახლოს არის თურქული და აზერბაიჯანული, სხვა ენები ცოტა უფრო შორს არის, მაგრამ ერთი ოჯახის მატარებელი არის თურქულენოვანი, მაგრამ ცხადია ეს ეთნიკური მდგენელიც იყო, საკმაოდ რბილად შევიდა თურქეთი ამ მიმართულებით, რადგან 2010 წელს ჯერ კიდევ რუსეთის გავლენა ძალიან სერიოზული იყო, გინდ სამხრეთ კავკასიაში, ანუ აზერბაიჯანზე, ყარაბაღის ომის ფაქტორის არსებობაც ამას ზოგადად ხელს უწყობდა,
რუსეთის აქ მონაწილეობა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის პროცესებში და ცენტრალურ აზიაშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვხედავდით რუსეთის როლი. რუსეთის როლის კლება ზოგადად აქტიურდება წლების განმავლობაში თურქეთი უფრო აქტიურად შედის, ჩინეთი უფრო აქტიურად შედის, განსაკუთრებით ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ შეგვიძლია თქვა, რომ გარდატეხა ხდება აზერბაიჯანში, იმიტომ რომ აწერენ მხარეები დეკლარაციას ერთმანეთთან ურთიერთ თანამშრომლობის სამხედრო სფეროში და ურთიერთ თავდაცვის. ახლახანს მსგავსი კიდევ მემორანდუმი მიიღეს რამდენიმე კვირის წინ და უпростოდ რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანის პარლამენტმა მოახდინა ამის რატიფიცირება. მიიღეს ივნისში 2025 წლის. და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მხრივ არის ის ფაქტორი, რომ რეალურად უკრაინის ომის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან აქტიურდება აზერბაიჯანის და თურქეთის ძალისხმევა ცენტრალურ აზიაში. კერძოდ, თურქეთს აქვს მიდრეკილება, რომ ცენტრალურ აზიაში და ჩინეთს ეკონომიკურად, მაგრამ თურქეთს პოლიტიკურად, რომ დაიკავოს ის სივრცე, რომელიც გარკვეულწილად ცარიელი აღმოჩნდა რუსეთის პრაქტიკულად გასვლის შემდეგ რეგიონიდან, გულისხმობ იმას, რომ მთელი რუსეთის კონცენტრაცია გადავიდა უკრაინაზე, მთელი ძალისხმევა იქეთკენ. რა ტიპის ჩართულობა აქვს თურქეთს? ეს არის პოლიტიკური, ანუ ძირითადად თურქული იდეოლოგია და ეს არის რელიგიური, ანუ ისლამი. ჩინეთს ძირითადად აქვს ეკონომიკური გავლენა. ახლა, როდესაც თქვენთან ერთად ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ამ მწვრთნელთან დაკავშირებით, უნდა ვთქვათ, რომ რამდენიმე წელია უკვე ამ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის ფარგლებში მხარეებს შეთანხმებული აქვს და ძირითადი მხარეები კიდევ ერთხელ თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი. დანარჩენი ქვეყნები არ არიან იქ ძირითადი მოთამაშეები ამ მომენტისთვის. შეთანხმდნენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებს შორის იქნება თანამშრომლობა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სამხედრო თანამშრომლობა, თუმცა პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს უშუალოდ ასევე კავშირში არის გარკვეულ ძალოვან სისტემასთან, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში არის სამაშველო სამსახური, რომელიც შეიარაღებული უშუალოდ არ არის, მაგრამ გარკვეულწილად ამ სამსახურების ნაწილია. ხშირად შეიძლება ჯართან ასოცირებულიც იყოს გარკვეულწილად ან ეროვნული გვარდიის ფუნქცია ქონდეს. მოკლედ ეს რბილი ინტეგრაცია დაიწყო. 2026 წლისთვის გათვლილი არის და იყო პირველი წვრთნები, რომელიც უშუალოდ სამხედრო მიმართულებით არის და რომელიც გულისხმობს თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის ფარგლებში უკვე არამხოლოდ პოლიტიკური მდგენელის ლიდერების სამიტი, საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი, არამხოლოდ ესე იგი ლიდერების მდგენელი, არამედ პოლიტიკური მდგენელი და ეკონომიკური მდგენელი, მათ შორის სომხეთის გავლით ტრიპის ესე იგი მარშრუტის, ტრამპის მარშრუტის გახსნა, სომხეთის გავლით ლოგისტიკური კავშირების გახსნას და საქართველოს გავლით არსებული ლოგისტიკური კავშირების განვითარებას, ასევე ირანის ჩრდილოეთით არაზის მიმართულებით, ანუ არაქსის სამხრეთ მარჯვენა სანაპიროზე ესე იგი ლოგისტიკური მარშრუტის ჩამოყალიბებას აზერბაიჯანიდან ნახიჯევანის მიმართულებით. ამ ყველაფერს აქვს მიზანი, რომ შექმნას მეტი ლოგისტიკური კავშირები თურქული კავშირის ფარგლებში. თუმცა ეხლა ჩვენ უკვე ვნახეთ სამხედრო თანამშრომლობა. სამხედრო თანამშრომლობა ძირითადად მოიცავდა და ეს ძალიან საინტერესო ფაქტორია. რა თქმა უნდა, ორმხრივ თანამშრომლობას და აქ თუ თავიდან იკვეთებოდა თურქეთი, ყაზახეთი, თურქეთი, უზბეკეთი და თურქეთი, ყირგიზეთი თანამშრომლობა, მათ შორის ოდნავ დაწყებული ასევე თურქეთი, თურქმენეთი. ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ გააქტიურებულ თანამშრომლობას თურქეთთან და დაწყებულ თანამშრომლობას აზერბაიჯანთან. მათ შორის აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ომში გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანმა შეძლო, ასე ვთქვათ, საკუთარი შეიარაღებული ძალებისადმი პრესტიჟის ან აღიარების მხარდაჭერის მოკლედ სტატუსის ამაღლება და ამის მეშვეობით შეძლო უფრო მეტი ინტერესის მოპოვება აი ამ სახელმწიფოებისგან, რომ ერთობლივი წვრთნები გამართონ, გარკვეული ერთობლივი სამუშაოები, სამხედრო მიმართულებით მომზადება და ასე შემდეგ. მოკლედ სხვადასხვა სპექტრია თანამშრომლობის, მათ შორის გარკვეულ შეიარაღებასაც ყიდის აზერბაიჯანი ამ ქვეყნებში და ასე შემდეგ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახლა უკვე საუბარია, როგორც გითხარით, ერთობლივ წვრთნებზე ამ ორგანიზაციის ფარგლებში. და რეალურად უნდა ითქვას,
რომ ამ ერთობლივი წვრთნების ძირითადი მიზეზი უკვე და მიზანი უკავშირდება ფაქტობრივად ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც უშუალოდ შექმნის სამხედრო თანამშრომლობის კონტურებს ამ ქვეყნებს შორის. სწორედ ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ თურქეთი არის ამის, რა თქმა უნდა, ინიციატორი და მთავარი, ესე იგი, ვინც სარგებლობს ამიდან, ანუ იდეოლოგიურად თურქეთის ინიციატივა არის ეს, თუმცა ადგილზე ჩვენ ხედავთ, რომ ყველაზე აქტიურად ამ პოზიციებს ახმოვანებს აზერბაიჯანი, იმიტომ რომ თურქეთსა და ცენტრალურ აზიას შორის, ანუ იმ რეგიონს, რომელსაც თურქეთში ახლა თურქესტანს უწოდებენ, ანუ თურქების სამშობლო დაახლოებით, აკავშირებს სწორედ აზერბაიჯანი. ამიტომ პრეზიდენტი ალიევი ძალიან აქტიურად საუბრობს ამ საკითხებზე. თუმცა, ახლა რაც თქვა პრეზიდენტმა ალიევმა, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ რომელიღაც ქვეყნების მხრიდან არის მინიმუმ დასტურის არარსებობა, ან უფრო მეტიც უარყოფა. მისი ტექსტიდან მე რაც გავიგე, ეს საქმე უკავშირდება იმას, რომ რეალურად არ არის დასტური და ჭიანურდება პროცესი. რაც ნიშნავს იმას, რომ და რა თქვა ალიევმა, თუ 26 წელს ეს წვრთნები არ გაიმართება, ესე იგი თქვენ შეგიძლიათ დასკვნები გამოიტანოთო, რომ იყო ამ საკითხთან დაკავშირებით წინააღმდეგობა. მე ახლა ზუსტ ციტატას წაგიკითხავთ აქ. თუ აღმოჩნდება, რომ ეს წვრთნები არ გაიმართება, მაშინ იქნება კითხვა, ვინ არ დაუჭირა მხარი ამ წვრთნებს. და ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ პრეზიდენტი ალიევი პრაქტიკულად მიგვანიშნებს, რომ არის ვიღაცა ერთი ან მეტი, ვინც მხარს არ უჭერს წვრთნებს. ოღონდ წინააღმდეგი არის კი არა, აი ნახეთ ფორმულირება, მხარს არ უჭერს. შეიძლება კის არ ამბობს, მათ შორის და არც არას. ახლა თქვენთან ერთად უნდა გავიხსნათ, რომელი ქვეყნები შეიძლება ამ ქვეყანა იყოს ეს. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ არ ამგონია თურქმენეთი საერთოდ ამ კონტექსტში განიხილებოდეს, რადგანაც ერთი არის სამხედრო მხრივ სრული ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყანა და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი თურქმენეთი ისედაც არ არის წევრი, არის დამკვირვებელი წევრი. მათ შორის არც უნგრეთი არ არის წევრი, არის დამკვირვებელი წევრი. წევრები ამ ორგანიზაციის რეალურად არიან 5 ამ მომენტისთვის. თურქეთი, აზერბაიჯანი ორივე მომხრეა და ძალიან აქტიური მომხრეა და 3 ქვეყანა, რომლის პოზიცია ჩვენ არ ვიცით. ყაზახეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი. ჩვენ უნდა გავიაზროთ თქვენთან ერთად, რომ ერთობლივი წვრთნები თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის ფარგლებში პირდაპირ თუ არა პირდაპირ ნიშნავს ასევე ერთობლივ წვრთნებს თურქეთთან, ანუ ნატოს წევრ ქვეყანასთან. რაც დაახლოებით ამ ქვეყნებისთვის ნიშნავს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებასაც მინიმუმ მოსკოვის და პეკინის შეფასებით. რუსეთის და ჩინეთის შეფასებით. ზოგადად დიდი ხანია საუბარია, რომ შეერთებული შტატები თურქეთთან ერთად ცდილობენ ცენტრალური აზია გამოსტაცონ რუსეთს და ჩინეთს. რუსულ ეკონომიკურ და კულტურულ გავლენას, მათ შორის პოლიტიკურს, ჩინურ ეკონომიკურ გავლენას, თურქული პოლიტიკური და სამხედრო გავლენის მეშვეობით. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს ძვირფასო თანამემამულეებო, რომ პრობლემის არსი იმას უკავშირდება, რომ სულ მცირე ორი სახელმწიფო ამ 3-დან, ანუ სულ მცირე რა, კონკრეტულად 2, მაგრამ მესამეზე არ ვიცით რა პოზიცია გააჩნია, მაგრამ ყაზახეთი და ყირგიზეთი არიან კუხოს, ანუ ოდეკაბეს წევრები, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები რუსეთთან ერთად და ბელარუსთან ერთად. სომხეთიც მართალია არის ამ ორგანიზაციის წევრი, მაგრამ სომხეთი მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაყინული აქვს სომხეთს და არანაირად არ მონაწილეობს საერთოდ ამ ორგანიზაციაში. მე რა თქმა უნდა ვთვლი, რომ მთლიანად უნდა დატოვოს, მაგრამ ეხლა გაყინულია და არ მონაწილეობს. რეალურად იქ არის რუსეთი, ბელარუსი,
ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ტაჯიკეთი იცით რომ არ არის თურქული სახელმწიფო. აქ არის ძალიან საინტერესო რომ ეს ორი სახელმწიფო პრაქტიკულად კოლექტიურ უსაფრთხოებაში იმყოფება, ანუ ყაზახეთი და ყირგიზეთი რუსეთთან. რუსეთი კი ასახელებს ნატოს მთავარ მტრად. შესაბამისად, თურქეთთან ყაზახეთის და ყირგიზეთის მიერ წვრთნების ჩატარება იქნებოდა აღქმული პრაქტიკულად როგორც ნატოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვნად გაღრმავება, რაც რუსეთისთვის წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. შესაბამისად, მე ეჭვი მაქვს, რომ რუსეთი ახლა ძალიან სერიოზულ ზეწოლას ახორციელებს ყაზახეთზე და ყირგიზეთზე. იქ არის მნიშვნელოვანი ეთნიკური მდგენელი, ზოგადად ყაზახეთშიც, ასევე რუსულენოვანი მოქალაქეები, რუსებიც კი ზოგადად რუსეთის ეკონომიკური გავლენა ყაზახეთში, ყირგიზეთში ძალიან დიდია, სამხედრო გავლენა, კავშირები, საკმაოდ ყირგიზეთთან შემთხვევაში მიგრანტების რაოდენობა, ანუ ვინც რუსეთში მუშაობს და ასე შემდეგ, ძალიან დიდია. შესაბამისად, მე ვარაუდობ, რომ ძირითადად ყაზახეთი და ყირგიზეთი არიან ის ქვეყნები, სადაც რუსეთის წნეხის შედეგად ეს ქვეყნები უარს ამბობენ ასე პირდაპირ ჩაერთონ თურქეთთან სამხედრო წვრთნებში. და მესამე ქვეყანა ეს არის უზბეკეთი. უზბეკეთი თავის დროზე იყო კუხოს, ანუ ოდეკაბეს წევრი ასევე. თუმცა უზბეკეთმა დატოვა კუხო და თქვა, რომ მე სამხედრო ალიანსებში არ შევდივარ. ნეიტრალიტეტი არ გამოაცხადა, მაგრამ დაახლოებით მსგავსი ტიპის მიდგომა აირჩია და ამით დისტანცირება გადაწყვიტა მოსკოვისგან. მაგრამ დღეის მდგომარეობით ეს იმას ნიშნავს, რომ უზბეკეთი ასევე გარკვეულწილად ამავე პოლიტიკის ნაწილში არ უნდა იყოს თურქეთთან ახლოს და აზერბაიჯანთან სამხედრო მიმართულებით. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ქვეყნები ისედაც ზრდიდნენ თანამშრომლობას თურქეთთან და აზერბაიჯანთან, განსაკუთრებით უზბეკეთი. და მე ვფიქრობ, რომ რეალურად ყველაზე საინტერესო პარტნიორი შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ უზბეკეთი თურქეთ-აზერბაიჯანისთვის, რომ უარი თქვას აი ამ საკუთარ სამხედრო ბრჭყალებში ნეიტრალიტეტზე, ოღონდ ეს არ არის თვლად ნეიტრალიტეტი და შეუერთდეს აი ამ წვრთნებს და სულ მცირე წვრთნები გაიმართოს თურქეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი ფორმატით. ანუ აი ამ ორგანიზაციის ფარგლებში. ალბათ ყაზახეთი და ყირგიზეთი თავს შეიკავებენ. სავარაუდოდ უფრო მეტის მიღწევა შეიძლება ყირგიზეთისგან, რადგან საზღვარი არ გააჩნია რუსეთთან, თუმცა ყირგიზეთი აქ საინტერესო იმ მხრივ არის, რომ მაინც ძალიან პატარა არის და მოწყვლადი რუსეთის მიმართ და ამაზე მეტყველებს მათ შორის ის, რომ საქართველოს ძირითადი ექსპორტი გადის ყირგიზეთში და ყირგიზეთიდან ძირითადი ექსპორტი რუსეთში. ანუ რუსეთის მთავარი ერთ-ერთი პარტნიორი გახდა ყირგიზეთი ამ სანქციების მიმართულებით და ვაჭრობის მიმართულებით და ყირგიზეთისთვის რუსეთის ბრჭყალებში გაბრაზება ძალიან ძვირი შეიძლება ყოფილიყო ეკონომიკის მხრივაც და სხვა მიმართულებებითაც. ამიტომ ჩემი ვარაუდით ყაზახეთი და ყირგიზეთი არიან ძირითადი ის ქვეყნები ამ მომენტისთვის, ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს და ჩვენ ხედავთ ძალიან საინტერესო პროცესს, რომელიც სავარაუდოდ განვითარდება და ჩვენ ამას დავაკვირდებით. იქნება თუ არა ეს წვრთნები გამართული, რა ფორმატით იქნება, ვინ მიიღებს მონაწილეობას, ვინ არ მიიღებს მონაწილეობას, ბევრ ამით განსაზღვრავს საერთოდ რეგიონში არსებულ, ასე ვთქვათ, რეალობას და სერიოზულად განაპირობებს კონკურენციას ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. მე გეტყვით აქ, რომ აზერბაიჯანს აქვს შერჩეული ახალი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც C5 ასეთი ფორმატი, რომელიც არსებობს, ანუ ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის ფორმატი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი და ტაჯიკეთი უნდა მოხდეს ამ ფორმატის გაფართოება C6-მდე, ანუ აზერბაიჯანიც მიემატოს. ეს ფორმატი აქტიურად ხდება ხოლმე ჩინეთს, რუსეთს, შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ანუ ერთად ხდებიან ამ სხვადასხვა ქვეყანას, ან სხვადასხვა გაერთიანებას. აზერბაიჯანს უნდა ახლა ამ გაერთიანებაში შესვლა და პრაქტიკულად ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი მიდრეკილია იმისკენ, რომ ცენტრალური აზიის ქვეყანა გახდეს. სამხრეთ კავკასიური ქვეყანა არის და ახლა უნდა ალიევს, რომ გახდეს ასევე ცენტრალურ აზიური ქვეყანა ან კარიბჭე ცენტრალურ აზიაში. პრინციპში ეს სიმართლეა, კარიბჭე ნამდვილად არის ცენტრალურ აზიაში, მაგრამ ამ ფორმატში გაწევრიანება რამდენად რეალისტურია ვნახავთ. დიდი ალბათობა არის, რა თქმა უნდა, ამის, თუმცა საბოლოო ჯამში უნდა ვთქვათ, რომ
ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ამ ინტეგრაციული პროცესისკენ, რომელიც უკავშირდება თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციას. ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პრაქტიკულად არ არის ქართულ ანალიტიკურ მედია სივრცეში ხომ საერთოდ და ვფიქრობ, ასეთი ჩვენი ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი არის ძალიან სასარგებლო ქართულენოვანი ანალიტიკური სივრცისთვის. თუ ასე არის და თქვენს თუ ასე თქვით, გთხოვთ ეს დაწეროთ კომენტარებში, ასევე დაალაიქოთ ეს ანალიზი, ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგი ანალიზისას.